გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი 4 საუკუნოვანი ისტორიის მქონე წიგნის გამოფენა გაიხსნა. ლაიფციგის გამოფენა სიდიდით მეორეა ევროპაში. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ. საქართველოს ამ ბაზრობაზე მეორედ იღებს მონაწილეობას ქართულ სტენდს ლაიფციგში 7 ქართველი თანამედროვე მწერალი და 10 გამომცემელი წარმოადგენს. წიგნის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ქართულ ავტორთა წიგნის იაგუარების ტექნოს პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში მაკა მიქელაძის, ეკატერინე ტოგონიძის, ეკა ჭილავას, თამთა მელაშვილის, ნესტან კვინიკაძის და ნინო ხარატიშვილის ნაწარმოებებია შესული. ყოველ შემთხვევაში წელს ბევრად მეტი წიგნი წარმოვაჩინეთ, ვიდრე იყო შარშან, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ ახალ შემოსულები ვართ ამ ბაზარში. და ამდენით რომ მოვდიოდი, ერთი რამ მიხარობდა ყველაზე მეტად, ასეულობით არ ალბათ 1000 ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები მოილტვოდნენ აქეთკენ. არის ეს ავტორი და ადრეც მithქვამს და ეხლაც გავამეორებ. ეს არის უბრალოდ საშუალება კიდევ ერთი იმისთვის, რომ ჩვენი იდენტიფიკაცია კიდევ ერთხელ მოვახერხოთ. ძალიან მიხარული ვარ, რომ საქართველოს ლაიფციგის ბაზრობაზე წარმოდგენილია რამდენიმე მართლა კარგი წიგნით. წიგნი, რომელშიც ჩემი მოთხრობა შევიდა, კარგმა გამომცემლობამ გამოსცა, რაც უკვე არის იმის საფუძველი, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეს და მიხარია, რომ დაგეგმილია ასეთ შეხვედრები.